მე მგონი ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია არიციან, ჩვენი ხასიათი არიციან, ჩვენი იდენტობა არიციან. ქართველებმა დაახლოებით 17 საუკუნის წინ მოახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენ სულიერ თავგადასავალთან და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა. ეს არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. და ჩვენ ამას კბილებით ვიცავთ. ეს ჩვენ სისხლში არის, ეს ჩვენ ძვლებში არის და ეს ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილი არის. ხოლო ქართველების ხასიათი და როლი ჩვენმა ისტორიამ ჩამოაყალიბა და კარგად გადახედოთ ჩვენ ისტორიას. 3000 წლოვანი უწყვეტი გენის ერი ვართ. ჩვენი ხასიათი არის მებრძოლი ხასიათი. ჩვენი როლი არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ზუსტად იგივე ერთობა იყო ამ არჩევნების წინაც. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ 1,100,000-ზე მეტი მხარდამჭერი მოვიდა თვითმმართველობის არჩევნებზე და დაგვიჭირა მხარი. ვინაიდან მათ ხმა მიცეს საქართველოს. ქართული ოცნებისთვის მიცემული ხმა ნიშნავს, რომ ხმა მიცეს საქართველოს დამოუკიდებლობას და საქართველოს სუვერენიტეტს. ხმა მიცემ მშვიდობას საქართველოში. ხმა მიცე ჩვენი იდენტობის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის შენარჩუნებას და გამყარებას. და მაქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემო პატრიოტებო, გფრინდებით, სანამ ესე გვერდში გვედგებით, ხომ? გამორიცხულია, რომ ჩვენ ერთ ადგილზე გავჩერდეთ. არც ერთი ნაბიჯი მარჯვნივ, არც ერთი ნაბიჯი მარცხნივ და მით უმეტეს არც ერთი ნაბიჯი უკან. მარტო წინ, უფრო დამოუკიდებლები, უფრო სუვერენულები და უფრო წარმატებულები. გაუმარჯოს საქართველოს და უფალი იყოს ჩვენი სამშობლოს ფარველი.